საღამოშვიდობის მოგესალმებით. ტელეკომპანია რუსთავიორის მაყურებლებს დღეს შაბათია და ტრადიციულად იცით რომ ხამის ეთერში ჩვენს არხზე გადის გადაცემა ჩემპიონები და რასაკვირველია ტრადიციულად საინტერესო სტუმართან ერთად. მეცაც გეტყვი დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე პატარა ასაკში შეძლო ძალიან დიდი და მასშტაბური სპორტული ღონისძიების მოგება, ეს არის მსოფლიო ჩემპიონობა. არ იკმარა ეს და მოიგო ევროპის ჩემპიონობაც სულ რამდენიმე დღის წინ. მის ყულობას დარჩენილი აქვს ერთი მედალი და ეს მედალიც აუცილებლად იქნება მისი მონაცემებიდან, მისი საქმისადმი დამოკიდებულებიდან და მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. გიორგი სარდალაშვილი, ძიუდოისტი, ჩემი გადაცემის სტუმარი. გიორგი, მოგესალმები. პირველ რიგში გილოცავ ამ ძალიან დიდ წარმატებას. და ეს არ არის მარტო შენი წარმატება, ჩვენ წინა ინტერვიუში როცა საუბრობთ, მე აღვნიშნე, რომ თითოეული შენი წარმატება არ იქნება მხოლოდ შენი, ეს უკვე არის ქვეყნის და ქვეყანას ეკუთვნის და მადლობა შენ იმისთვის, რასაც აკეთებ ამ ასაკის მიუხედავად ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული სპორტისთვის და დრო რო არ დავკარგო, მინდა დავიწყო პირდაპირ შენთან საუბარი. ძალიან პატარა ასაკში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობა, რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში გიორგი სარდალაშვილისთვის და მე მისი ოჯახისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ხას გავუსმავ იმას, რომ თქვენთან ყოველთვის სასიხარულო მოსვლა და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოლოსვისთვის. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონობას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემპიონობა ჩემთვის, რადგან ვარ უკვე მსოფლიოს ჩემპიონი და გავხდი ევროპის ჩემპიონიც და ეს ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრის შეიკრა, ესე ვთქვათ და ჩემი ოჯახისთვის რავი, ჯერ კიდევ არიციან თვითონაც რა, ისე უხაროდათ და ესე ძალიან აცრემლებული თვალებით რომ დაურეკე რომ მიპასუხეს, ძალიან გახარებული ვიყავი მაგით. ამას აუცილებლად გითხავთ, მით უმეტეს ვიცი მე შენი ოჯახის ჩართულობა, ისიც ვიცი რომ დედა შენ ცეკვაზე უნდა დაეტარებინა მამას ძიუდოს და შესაბამისად საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რაც მივიღეთ და აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. წარმატება, რომელსაც შენს უნდა ახლახანს მიაღწიე კონტინენტის პირველობაზე, მსოფლიო ჩემპიონობის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის რანგში ჩახვედი. კონდა მოლოდინი იმისი და შინაგანი განწყობა, რომ უმაღლესი სინჯის მედალს აიღებდი. კი, რა თქმა უნდა, ეს განწყობა ყოველთვის ყველა შეჯიბრზე წასვლის წინ მაქვს და ფსიქოლოგიურად ამისთვის ვემზადები, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი ემსახურებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის მზადებას და ეს მზადების ეტაპი იყო ახლა და მე იმას არ ველოდებოდი, რომ ესეთ მაგარ ფორმაში ვიქნებოდი ფიზიკურად და გამძლეობითაც, ანუ ესე ძალიან არ ველოდებოდი. მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მაგრად ვიყავი და უფრო მაგრად ვიქნები მსოფლიოს ჩემპიონატზე, რადგან მივიღეთ ეს პრაქტიკა და იქ უკეთესი იქნება ყველაფერი. და კიდევ უფრო მაგრად ოლიმპიურ თამაშებზე ამაზეც მივად, რა თქმა უნდა. გიო, მინდა გითხო ბადეზე, აუცილებლად და შენ გზაზე ფინალამდე და შესაბამისად როგორ განვითარდა დღე, როცა შენ აი ამ შემთხვევაში უკვე გადიოდი ყოველი ორთაბრძოლის წინ და ყველაზე რთული ორთაბრძოლაც მინდა თავისთავად ცხადია, კითხო რომელი იყო შენთვის. კი, ბადეს რაც შეეხება ძალიან რთული ბადე არ მყავდა ნახევარფინალამდე, ნუ ორი შეხვედრა მომიწია იქამდე. ვინც არის ევროპის მასშტაბით ყველა ჭიდაობდა ამ ევროპის ჩემპიონატს და კაი ბადე იყო, ესე ვთქვათ, მარტივად დავამარცხე, თავიდან ცოტა გავხურდი და ნუ ნახევარფინალში მე მაინც ფინალთან შედარებით არა, ნახევარფინალს გამოყოფთ, იმიტომ რომ ის ხუთგზის ევროპის ჩემპიონია, მსოფლიოს ჩემპიონია და ოლიმპიადაზეც მესამესთვის დამამარცხა ესპანელმა გარიგოსმა და მასთან შეხვედრას გამოყოფთი, რადგან უფრო პრინციპული დაპირისპირება იყო ეს, 3-2 მიგებდა ურთიერთ შეხვედრებში და ბოლოს 3 მომიგო ზედიზე და ეს შეიძლება ზოგისთვის იყოს რაღაც ფსიქოლოგიური წნეხი, მაგრამ ჩემთვის პირიქით იყო რა, უფრო მინდოდა მოგება და თქვი კიდეც რომ თუ დავამარცხე აქ ოლიმპიური თამაშების რაღაც პატარა რევანში აღებული მექნება თქო და ძალიან ვაჯობე და ძალიან მაგრად ვაჯობე რა მოკლედ. აი ოლიმპიური თამაშების ფინალში რო დაამარცხეთ მაგას, მაშინ გექნება სრული რევანში აღებული. შეიძლება ითქვას, რომ აი ეს ნახევარფინალი, რომელსაც შენ ხაზი გაუსვი, რომ ფინალზე უფრო რთული იყო, შენთვის ფინალის ტოლფასი იყო? შეიძლება ითქვას კი. კი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ამ სპორტსმენისთვის რომ მომეგო
უკან ძალიან დიდი ურთიერთშეხვედრების წარსული გვაქვს და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი სურვილი მქონდა. კი ბატონო, რას ნიშნავს შენ ასაკი ძალიან პატარა ხარ და ძალიან დიდი მიღწევები გაქვს უკვე. როგორც წესი ამას რა თქმა უნდა ათვიცნობიერებენ, თუმცა ათვიცნობიერებენ უკვე ზრდასრულ ასაკში. მინდა კითხვა, აი შენთვის რას ნიშნავს, როცა იცი, რომ გამოდიხარ დატამიზე და ზუსტად იცი, რომ მთელი საქართველოს გიყურებს და მთელ საქართველოს აქვს იმის იმედი, რომ შენ უნდა მოიგო და შენ ამ იმედებს ამართლებ. ეგ ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ცოტა რაღაცა წნეხიც არის ხოლმე, რომ ყველა რო ველოდება შენგან გამარჯვებას, შეიძლება იქ მოდუნდე პატარათი და აი არ უნდა გამოგეპაროს არაფერი რა და ყოველთვის დაკვირვებულად ვართ და ყველაფერს ისევ გეგმავთ და გეგმის მიხედვით მივყვებით და ძალიან სასიხარულოა ეგ. ანუ შენ რეალურად ჩემ პასუხში თქვი, რომ სრულად აცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც შენ გაკისრია, სწორია? კი, მაგრამ მაგაზე თლად არ უნდა იფიქრო, რომ შეიძლება სხვანაირად წაგივიდეს ფსიქოლოგიურად რა. კი ბატონო, რა შეგრძნება გიო, როცა მსოფლიო ჩემპიონობის მერე ოლიმპიადას ჯერ არ ვეხები, გამოვტოვოთ ოლიმპიადა, ხდები ევროპის ჩემპიონი, გეხარ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, ჟღერ შენ ჰიმნი და ადი შენ დროშა. რავი, აი თუ არ გამოცადე, ამას ვერ აღწერ რა. ანუ იქ მოგების წამში თავიდან რავი 10 წამში ალბათ მთელი ეს რაღაც რამოდენიმე ის ეტაპი გახსენდება, იქ საქართველოს გახსენდება პირველ რიგში რა და ქართველი ხალხი და ჰიმნი რომ უნდა დაიკრას და აი ეს ყველაფერი იყრის რაღაც 10 წამში თავს და ძალიან ამაყივარ რა ამით. იცი რა მინდა კითხო, შენ ყულაბას მე ვთქვი თავშივე და შენს დამეთანხმები ალბათ რომ ეს რო შეიკრას აკრია 1 და მე ღრმად წამს რომ ეს 1 არ იქნება. 2 იქნება და შეიძლება მე-3-ს, რატომაც არა, ასაკი ხო გაძლევს ჯერ ამის საშუალებას, მაგრამ და მინდა რომ ეს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული ოქროს მედლები კიდევ უფრო გამრავლდეს, ჯერ გვაქვს თითო ამას უნდა დავამატოთ ოლიმპიადა, მაგრამ მინდა კითხო, რის ხარჯზე მოხდა ის რასაც შენ მიაღწიე დღევანდელ დღემდე, მოდი ვთქვათ, მსოფლიო და ევროპის ოქროები. ნუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი შრომით მაგრამ მე ისე სწორად და კარგად ვერ ვიშრომებდი, რომ არ იყვნენ ჩვენი მწვრთნელები, პირადი მწვრთნელი, ნაკრების მწვრთნელები და ჩვენი ფედერაცია და გამოყოფდი ფედერაციიდან დავით ქევხიშვილს, მწვრთნელებიდან რა თქმა უნდა ყველა, მაგრამ ლაშა გუჯეჯიანი და ჩემი პირადი მწვრთნელი ლექსო ღვინიაშვილი და ეს ადამიანები ყოველთვის ერთად ფიქრობენ თუ რა გზა უნდა გავიარო მოსამზადებლად და აი ესე მივყვებით ყველაფერს რა. კი, ერთხელ ბექაურმა მითხრა ქევხიშვილზე დავით ბილდერი არის, ძიუდოს აღმაშენებელს ეძახით. შენც ესე ეძახი, ხო? კი, აბსოლუტურად გეთანხმები, დათოს მოსვლის მერე ძალიან ბევრი რამ გაკეთა ძიუდოსთვის, მაგრამ თავარი ქვეყნისთვის რაც არის ის, რომ არ არის თაობებში წყვეტა და მუდმივად არის შედეგები, რაც რასაკვირველია სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა და ძიუდოს დავით აღმაშენებელს მადლობა იმისთვის, რასაც ის აკეთებს. მაგრამ მაინც მინდა კითხო როლზე, შენ კარიერაში ყველაზე დიდი როლი ვინ ითამაშა შენ ძიუდოისტად ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი ეტაპი, ხო სწორია? ოჯახში სხვანაირად არის, დარბაზში სხვანაირად, უკვე ტატამიზე უშუალოდ სხვანაირად. გასაკვირი არ იქნება ოჯახი, რა თქმა უნდა, ვინც დამაყენა ამ გზაზე, ვინც პატარაობიდან ყოველთვის ხელს მიწყობდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჩემთვის არაფერი არ დაენახებინათ, რაღაცა მინუსები და ყოველთვის გვერდში მედგნენ, რა ესე ვთქვათ. და ოჯახს მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი. უმართლებ ამ წვლილს, უბრუნებ ნელ-ნელა და ეხლა ალბათ როცა შენი ოჯახის წევრები იყურებენ, ჯერ ისედაც საამაყვა შენიშთან შვილი რო ყავდა, მე კიდე რასაც ეს ადამიანური კუთხით და სპორტის კუთხით კიდე ცალკე თემა. და მე ვფიქრობ, რომ შენ ნაწილობრივ უკვე დაუფასე მათ ის რაც მათ გაიღეს შენთვის. კაი, მოდი წავიდეთ ბავშვობაში. მე ვიცი, რომ შენი პირველი მცდელობა ძიუდოსთან ურთიერთობის დამყარების იყო 6 წლის ასაკში. მაგრამ თუ სწორად მახსოვს არ მიგიღეს, ხო? პატარა. აბა მომიყევი ეს ისტორია. ხო, 6-ის მივედი ქალაქ რუსთავში და ხვიჩა კაპანაძე ასწავლის დღესაც, მაშინაც ის იყო მწვრთნელი და ძალიან პატარა ვიყავი, 18 კილო ვიყავი, როგორც მახსოვს და არ მიმიღეს რა, ანუ რაღაც რო არ მეტკინა და ერთ წელში მოვიყვანეთო და გავიდა 1 წელი და მე
ის დღე იყო, რომ დედას ცეკვაზე მივყავდი, სკოლაში იყო ცეკვის ის გახსნილი კლასი და მამამ ძიუდოზე წამიყვანა, მაგ დღეს დაასწრო და კაი გადაწყვეტილება იყო. სწორი გადაწყვეტილება იყო. დედა ამბობს რამეს დღეს? თუ მაინც იმაზრზეა, რომ არა, მაგას არც იხსენებს. ცეკვაზე კი ბატონო. ძალიან კარგია, სწორი გადაწყვეტილება იყო და კიდევ კარგი, რომ მამამ დაასწრო და მამამ შეგიყვანა ძიუდოზე და პარალელურად იყო სწავლის პროცესი, ხო გიო? სწავლა, გაკვეთილები, თანაკლასელები, არ ვიცი ეს პერიოდია, როდესაც როგორც წესი უყვართ ხოლმე ბავშვებს გართობა. მე მაინტერესებს შენთვის პრიორიტეტი რა იყო ამ შემთხვევაში? ხო, სწორედ თქვი რომ ეგ ასაკია, როცა იქ გინდა კლასელები, გარეთ გასვლა რაღაც, მაგრამ მე ყველაფერს მოკლებული ვიყავი და ყოველ სულ ვარჯიშზე ვიყავი გადართული რა. და ესე ჩამინერგეს პატარაობიდან, რომ ესე უნდა ყოფილიყო, მაგრამ სწავლის კუთხით ყოველთვის ვცდილობდი, რომ კარგად მესწავლა და სკოლაშიც ხელს მიწყობდნენ ყველანაირად. კი, შენ თქვი, რომ ჩამინერგესო ესე, რომ სულ ვარჯიშზე უნდა ყო, მაგრამ შინაგანად როგორც ბავშვს ქონდა მაგალითად, ხო, ალბათ გექნებოდა სურვილი, რომ თან გართობისკენაც გაქცეოდა თვალი. კი, აი ეგ ასაკი არის ზუსტად 13-14 წელი, როცა გინდა ეგეთი რაღაც ცუდი რაღაცები გააკეთო და მაგრამ მამა ძალიან მაკონტროლებდა, მკაცრი მამა ყავს და ძალიან მაკონტროლებდა. კი ბატონო, ერთსაც კითხავ ამ პერიოდზე 13-14 წლის ასაკი ეს ისეთი ვითარებაა, რომ ის პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, როცა გარკვეულწილად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იყო თუ არა შენთვის გარდამტეხი ეს ასაკი, რომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა გაყოლოდი ძიუდოზე და სხვა დანარჩენი შენთვის არ არსებობდა? კი, მაგ ასაკში სულ ყველა შეჯიბს ვიგებდი, ყველა შეჯიბზე გამარჯვებული ვიყავი, რაღაც ჩვეულებრივი რაიონის რაღაც შეჯიბრები რო იყო, მაგ დროს ოფიციალური საქართველოს ჩემპიონატები არ იყო, მაგრამ რაც იყო ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის ოქროს მედლები მქონდა და ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ სხვა რაღაცა გამეკეთებინა ძიუდოს გარდა რა. კი ბატონო, მოდი მინდა კითხო შენს ოჯახთან დაკავშირებით. სპორტს ძალიან ბევრი რამ ჭირდება, ისევე როგორც ზოგადად ბავშვის აღზრდას, განსაკუთრებით სკოლის პერიოდი პარალელურად სპორტი ეს თუნდაც იგივე ფინანსურ ხარჯებთან არის, დროსთან არის დაკავშირებული და მინდა კითხო შენი ბავშვობა და შენი ოჯახის ვითარება როგორი იყო ამ პერიოდში? ნუ თავიდან როცა სოფლიდან გადმოვიდით ქალაქში 6 წლის ვიყავი და მაგ დროს თან ისეთი პერიოდი იყო, რომ საქართველოში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ ყველას ქონოდა საშუალება და ჩვენც ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი და ნუ მე ბავშვი ვიყავი, ზოგჯერ ხვდებოდი ხოლმე და მაგრამ ჩემი მშობლები მაინც არ მახვედრებდნენ ამას, მაგრამ ბევრჯერ მიგვძინია დედის ეს თანადგომა თავისთვის მოუკლია რაღაცა, არ უყიდია სიტყვაზე, რომ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ყოფილიყო კარგი სიტუაცია რა. ხო, მაგრამ ამას შენ თვითონაც ხო გარკვეულწილად მაინც სადღაც გულში შინაგანად ხვდებოდი ამ ყველაფერს. კი, რა თქმა უნდა ხვდებოდი და ყოველთვის ვპირდებოდი, რომ ჩემი ესეთი დიდი სურვილი იყო, რომ სახლი არ გქონდა მაშინ ჩვენი და დიდი სურვილი იყო, რომ გავიზრდებით და მივაღწევთ ხო სახლს გიყიდით მეთქი რა, ესეთი დიდი სურვილი მქონდა და ავასრულე. უკვე ასრულე? კი. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და მინდა რომ სულ წარმატებული იყო, იმიტომ რომ ხარ და როდესაც ადამიანი ამ ასაკში ბავშვობაში დედისთვის და მამისთვის და ოჯახისთვის მიცემულ პირობას ასრულებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითზე მეტყველებს და კიდე ერთ გეტყვი ჩემი მხრიდან ჩემთვის ამ შემთხვევაში მოდი ესე ცოტა უხეშად ვიტყვი, შენი ოქროს მედლებზე გაცილებით უფრო დიდი ოქროს მედალი შენი ადამიანობა და შენი პიროვნება. და მადლობა შენ მშობლებს ამისთვის. ეგრეა, სწორი. კი ბატონო, ძალიან კარგი. მოდი გავიხსენოთ შენი პირველი ნაბიჯები უკვე დიდ ძიუდოში და ეს ნაბიჯები თავისთავად ცხადია, რომ პირდაპირ კავშირშია ნაკრებში დაძახებასთან. კი ბატონო, ვიყავი 16 წლის, წავაგე საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდელებში და მაგ პერიოდში ცხოვრობდი რუსთავში და მაგ დროსაც არ მქონდა იმდენი საშუალება და ჩემი მწვრთნელი, პირადი მწვრთნელი მწვავს ლექსო ღვინიაშვილი, ყოველთვის მეხმარებოდა, მტოვებდა ჩვენთან მარჯანიშვილზე გვაქვს ესეთი სპორტული ბაზა და იქ მტოვებდა, მასხორებდა, მაჭმევდა და ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდა და სწორედ ეგ პერიოდი გამოვიყენეთ ჩვენ და მაგ პერიოდში ნავარჯიშები მერე წაგვადგა საქართველოს ჩემპიონატი მოვიგეთ. მე ჭაბუკებში ევროპის თასები იყო
მე კოვიდი იყო ერთი წელი ჩაგვივარდა და ახალგაზრდებში რო გადავერთე, იქაც დავიწყე კარგად რა და იქიდან მოყოლებული სულ ნაკრებში ვარ. ნაკრებზე აუცილებლად უნდა კითხო, გამომდინარე იქიდან რომ მე ვთვლი რომ შენს წარმატებაში ხოიც ყველას თავისი ოჯახს თავისი როლი აქვს, მეგობრებს თავისი როლი აქვს, მაგრამ შენ გიწევს რეგულარულად ყოფნა შეკრებაზე, ტურნირებზე, დარბაზში, სავარჯიშო პროცესში, შეჯიბრებების დროზე შენ გვერდში არიან ძალიან დიდი ძიუდოისტები, მე არ შემეშინდება თქვა ბევრ მათგანზე რომ უკვე ლეგენდარული ადამიანები, რომლებსაც აღარაფერი აქვს დასამტკიცებელი უკვე, იმიტომ რომ უკვე დაამტკიცეს. რას ნიშნავს მათ გვერდში ყოფნა შენთვის? თავიდან როცა შევედი ნაკრებში 2021 წელს ისეთი მორიდებული ვიყავი დიდებს როგორიცაა ლაშა შავდოთუაშვილი და იმ დროს ვარლამ ლიპარტელიანი და უფრო ეს დიდი თაობა გამარჯვების თქოს მერიდებოდა ხოლმე ისეთი რიდი მქონდა რა და ძალიან დიდი мотиваცია იყო ეს ჩემთვის იმ დროს არ იყო ეგ პროგრამები რომ პატარა ბავშვს ევარჯიშა ესეთ ლეგენდებთან რა და ძალიან დიდი мотиваცია იყო და დღეს ნებისმიერ პატარა ბავშვს შეუძლია რომ კლუბში მოვიდეს და ივარჯიშოს ჩვენთან ერთად და ესე არ იყო იმ დროს რა. როგორი იყო მათი დამოკიდებულება შენს მიმართ? გუნდში ვინც შედის ახალი იმასთან დამოკიდებულება ყოველთვის არის ძალიან კარგი. ამას ის ემატებოდა რომ მე ყველაზე დაბალ წონაში ვიყავი და ყოველთვის პირველი გავდიოდი შეჯიბრზე და ჩემზე იყო დამოკიდებული ბევრი რამ მუხტის მხრივ და ამ მხრივ ყოველთვის მეხმარებოდნენ ყველა რა. რჩევებს გაძლევდნენ ხოლმე და დარიგებებს რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, ხშირად ლაშა შავდოთუაშვილთან ძალიან ბევრჯერ მქონია საუბარი, რაღაც მომენტებში კარიერაში ჩავარდნა რომ მქონდა, მაშინაც ბევრჯერ მისაუბრია და ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ ერთმანეთს ვესაუბროთ და რაღაც გავცვალოთ ჩვენი რჩევები და მე ყველასგან ვაგროვებ ამ რჩევებს. თუ იყენებ მე ისე როგორც რა რჩევებსაც გაძლევ. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. კაი და მოდი მაშინ ეს თემა რო ამოვწუროთ, მაინც კითხავ, თვლი თუ არა რომ მათ გვერდში ყოფნა, იგივე ყოველდღიურად დარბაზშიც, ისედაც სასტუმროში ავით, საუზმია, სადილი ვახშამი, ტურნირებზე ყოფნამ შენთვის რაღაც განსაკუთრებული როლი ითამაშა. კი, რა თქმა უნდა და ეს მარტო ჩემზე არა, მთელ ნაკრებზეც ისახება. ჩვენ ეხლა ახალი თაობა ვართ და ძალიან შეკრული ვართ მთელი ნაკრები და ყოველთვის ძალიან მაგარი მუხტია და ძალიან კარგი ხასიათზე ვართ ყოველთვის და ისახება კიდეც რა. კაცრი არის ყოფილა შენს მიმართ რომელიმე ძიუდოისტი? არა. პირიქით ხო ალბათ. კი. კი ბატონო, მინდა კითხო ისევ და ისევ ამას ვერ ავწდები და ბევრჯერ მომიწევს გამეორება, იმიტომ რომ ის რაც აბუდაბიში მოხდა რეალურად, ხო თითოეული ჩვენგანისთვის არა მარტო შენთვის იყო წარმოუდგენლად დიდი სიხარულის და ბედნიერების მომტანი, მაგრამ მე მაინტერესებს პირადად შენთვის რა იყო ეს წარმატება და ეს სოფლიო ჩემპიონობა. ეგ სოფლიო ჩემპიონობა აღვიქვი ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რომ ჩამოვედი, დავისვენე ცოტა, მე გავაანალიზე რომ ძალიან მაგარი რაღაც გავაკეთე. გავხდი სოფლიოს ჩემპიონი და ამას ის ემატებოდა რომ ყველაზე ახალგაზრდა სოფლიოს ჩემპიონი გავხდი საქართველოში და ორმაგაც სასიხარულოა. სწორედ ამიტომ კითხე. კი, ორმაგაც სასიხარულოა და ყველას ესე ვთქვათ ოცნება და მიზანი არის რომ მინიმუმ სოფლიოს ჩემპიონი გახდეს და ეს უკვე ავისრულე მე. და კიდე ბევრჯერ უნდა აისრულო. არ დაგავიწყდეს რომ ეს მარტო შენი წარმატება არ არის, სულ გახსოვდეს, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა დგა შენს ზურგს უკან და შესაბამისად მთელი ქვეყანა ზურგს გი, მაგრამ უბრალოდ ტატამიზე ვერ გამოდის შენთან ერთად. თორე დანარჩენი ზუსტად იცოდე რომ ასეა. როდესაც სოფლიოზე მიემგზავრებოდი, მოლოდინი და იმედი იმისა, რომ შენ იქიდან ტრიუმფატორი ჩამოხვიდოდი, ქონდა? მაშინაც ოლიმპიური თამაშები ქონდა სოფლიოდან თვენახევარში თუ ორ თვეში, ზუსტად არ მახსოვს და იქ ვიყავით გადართული ოლიმპიურ თამაშებზე და ეგ სოფლიო ჩემპიონატიც გამოვიყენეთ მზადებისთვის, რომ ძალიან ნავარჯიშები და დაღლილი ჩავედით რეალურად სოფლიო ჩემპიონატზე. უბრალოდ ჩავედით, რომ ქულები დამეგროვებინა, რადგან სოფლიო ჩემპიონატი დიდ ქულებს გვაძლევს და ოლიმპიურ თამაშების 8 კაცი ყოფილიყავი, ესე ვთქვათ, მაგრამ ისე წავიდა ყველაფერი, რომ ძალიან მაგრად გავედი მაგ სოფლიო ჩემპიონატზე და ყველა შეხვედრაში ძალიან ვაჯობე ყველა სპორტსმენს. ანუ ეს რეალურად ეს მოლოდინი რომ შენ
ამას ყველაფერს მიაღწევდი ქონდა მთელი გუნდისგან, ხო? მათ შორის თავისთავად ცხადია მწვრთნელებისგანაც და ოჯახისგანაც. კი, რა თქმა უნდა, ეგ მოლოდინი ყველას აქვს ხოლმე ჩემგან. და შესაბამისად თავდაჯერებულიც ჩახვედი, როგორც ჩანს, რახანამ ხელა შედეგი გააკეთე. კი ბატონო, იცი რა, რაც არ უნდა რთული ბრძოლა კონდეს, გინდა პირველ ეტაპზე, გინდა მეოთხედფინალში, ნახევარფინალში, ფინალს მაინც სხვა დატვირთვა აქვს. ფინალი არის ის, სადაც სასწორზე დევს ძალიან ბევრი რამ, ხო, ეს ბუნებრივია და ამას ყველაზე მეტად მე რაც არ უნდა სიტყვებით ეს რაღაცა გავამდიდრო, მაინც შენზე უკეთ ვერავინ მიეცემ. შენზე და კიდევ ერთ ადამიანზე, რომელიც გიდგას ტატამისთან, ეს არის ლაშა გუჯეჯიანი, იმიტომ რომ თანაბრად ინაწილებს იმ პასუხისმგებლობას, რაც შენ გაქვს. მე მაინტერესებს შენი და ლაშას ბოლო საუბარი. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე რა ხდებოდა? ზოგადად ფინალში გასვლა და მე გვაქვს შესვენება 2-3 საათიანი და ამ დროს შეიძლება გაგიფიქროს რომ უკვე მედალი გაქვს და რაღაცა მოდუნდე, მაგრამ ყოველთვის გუჯეჯიანი ისე გვარიგებს ხოლმე რომ ანუ იქამდე 4 და 5 შეხვედრა რას გაქვს ნაჭიდავები, ჩათვალე რომ არაფერი გაქვს ნაჭიდავები და ერთი უნდა იჭიდაო, ანუ ერთი პირველად გადიხარ ახლა და უნდა გაიმარჯვო და უნდა მოიგო რა, სხვა გზა არ გაქვს და ყოველთვის ამ ფსიქოლოგიით არის ხოლმე და ეს მისი ძლიერი მხარეა თან გამოსდის ძალიან ფსიქოლოგიური და ყოველთვის გვამხნევებს რა. ლაშა. კი. ხო, ლაშამ არაერთ გზის დაამტკიცა ის, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში და მე ვისურვებდი, რომ ჩემ ქვეყანას ბევრი ყოველდეს ლაშა გუჯეჯიანის მსგავსი არა მარტო ძიუდოში, არამედ სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მეთანხმები. კი, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. პირველი ზარი მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ სად ვისთან განხორციელდა და რა შინაარსი საუბარი ქონდა? პირველი ზარი ყოველთვის ესე ტრადიციულად ოჯახთან. ჩემი ძმა არის ხოლმე ყველა შეჯიბრზე ჩემთან ერთად და ჩემი ძმა მალაპარაკებს ხოლმე დედას და მამას და ყოველთვის ოჯახს ურეკავ პირველი და როცა არ უნდა დაურეკო ყოველთვის ძალიან ემოციურად არიან. ზოგჯერ მამა არ არის ხოლმე სახში ვერ ჩერდება, გადის რა ვიცი და დედა კიდე ყოველთვის ტირის და ვერც მიყურებს ხოლმე რა. მე ღრმად წამს რომ ეს ტრადიცია ძალიან დიდხანს გაგრძელდება მრავალი წელი და სულ გამარჯვებული დაურეკავ აუცილებლად. და ის ტრადიციაც უნდა გაგრძელდეს რომ შენ მასმამ დაგალაპარაკოს. ესეც მაგარი. კარგი. მოდი მითხარი რა მოხდა ოლიმპიადაზე, გადავიდეთ პირდაპირ ოლიმპიადაზე და რატო? იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ოლიმპიურ თამაშებს შენ ცხოვრებაში და განსაკუთრებით შენ სპორტულ კარიერაში აუცილებლად უნდა მოეხდინა რაღაც გარდამტეხი და ამაზე უნდა ვისაუბროთ. კი, რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებს, ემზადები 4 წელი ამ კონკრეტული შეჯიბრისთვის, იქამდე გადიხარ რაღაც ეტაპებს, მაგრამ რო ახლოვდება უკვე მთელი, რავი, დღე არ გავა, შეიძლება 5-ში და 10-ში რაც გაიფიქრო ოლიმპიურ თამაშებზე, რომ ეს შეჯიბრი გაქვს წინ და სულ ამაზე ფიქრობ და გინდა არ გინდა შენ უკვე ცნობიერი სხვანაირად უყურებს და შენ თავთან გაქვს ბრძოლები ყოველთვის რა. ხო და რა ბრძოლებია ეს? აი ფსიქოლოგიური ბრძოლები, რომ რაღაც ძალიან მაგარი ხარ ვერ ხარ და ანუ შენ თავთან გაქვს ბრძოლები და შენ თავს უნდა აჯობო რა. და სხვათა შორის ყველაზე მარტივი შეჯიბრი არის ოლიმპიური თამაშები, მაგრამ ყველაზე რთული არის ფსიქოლოგიური მხრიდან. პირველი ადამიანი ხარ, ვინც ეს თქვა, რომ ყველაზე მარტივი არის ოლიმპიური თამაშები. მე რაც ვიჭიდავე და გავედი, ყველაზე 10 ჯერ მაგარი ვიყავი, მაგრამ ზუსტად ეს ფსიქოლოგიური მხარე იყო, რომ ჩემ თავს ვერ ვაჯობე და ჩემმა თავმა დამამარცხა და ყველაზე დიდი კონკურენტი არის ყველა სპორტსმენისთვის საკუთარი თავი და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ჩემი აზრით იმხელა გამოცდილებამ რომ ეს 2 წლის შეჯიბრების გამოცდილებას უდრის. ეს ძალიან კარგია, ზოგადად დამოკიდებულება ძალიან კარგია და მიდგომაც გამომდინარე იქიდან, რომ შენ თუ იპოვე გასაღები და შენ თუ ამბობ იმას, რომ წმინდა სპორტული კუთხით მარტივია, საჭიდაოდ, მაგრამ რთულია ფსიქოლოგიური მომენტი და ჩემი კითხვა სწორედ ეს იყო შემდეგი, უნდა მეკითხა, რომ ხო არ იყო ეს ზუსტად აი ამ ფსიქოლოგიური განწყობის, დამოკიდებულების, მაინც ხო იცი მსოფლიო ჩემპიონობა, სხვა არის ევროპა, სხვა არის, მაგრამ ოლიმპიადა აბსოლუტურად გამიჯნულია ყველაფრისგან. მით უმეტეს სხვაობა დროში 4 წლიანი ციკლი ძალიან დიდია. ხო და სწორედ ეგ არის, რომ 4 წელი რო ემზადები, სხვანაირად ფიქრობ რა და ჩემთვის რავი მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი და 2 თვის მერე იყო ოლიმპიადა და ძალიან ძლიერი მეგონა ჩემი თავი. ესეც იყო
უბრალოდ სხვანაირად წავიდა იქ ვერ გავთვალეთ რაღაცეები და აი ეგ არის სწორედ გამოცდილება რა მაგალითად 4 წუთიანი შეხვედრა არის და მთელი 4 წუთი მე ვიყავი ჩართული და მე ცოტა დავიღალე და მაგაში მაჯობა რა და აი ეგ არის ზუსტად გამოცდილება ეგეთ პატარ-პატარ რაღაცეებში და ეგენი მაქვს მაგალითად და გადავხარში მე რა გასწავლა კიდევ გარდა ამ ყველაფრისა რაც ჩვენ ჩამომითვალე ახლა უკვე მე ზუსტად ვიცი რომ ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის შენ გარდა შენი ფიზიკური კონდიციებისა აუცილებლად ძალიან დიდ ყურადღებას გაამახვილებ ფსიქოლოგიურ მზადებაზე იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ხარ მდგრადი იგებ ოლიმპიადას არა ხარ ვერ იგებ კი ნუ ეგეთი ტაქტიკური მხარეები იყო ძალიან ბევრი რაც არ ვიცოდი და თვითონ ოლიმპიადაზე ჩემმა თავმა მასწავლა ეგ და რასაც ხაზი გაუსვიწეღან მსგავსი არის ძალიან ბევრი გასვლამდეც გასახურებელ დარბაზშიც და ეგეთი რაღაცეები არის ძალიან ბევრი რა და მანდ უნდა აჯობო შენ მოწინააღმდეგეს. კარგი, მოდი კიდე ერთ რამდენიმე ორი კითხვა მაქვს სულ დარჩენილი ანუ ოლიმპიადასთან დაკავშირებით და მინდა ერთ თემაზე გაგაკეთებინო აქცენტი. სოფლიო ჩემპიონის რანგში ჩახვედი შენ ოლიმპიურ თამაშებზე და ფსიქოლოგიურ მომენტთან ერთად გიო ხო არ იყო ის მომენტი რომ მეტოქეების დაუფასებლობა ქონდა გარკვეულწილად კი აი ეგეც კი იყო იმიტომ რომ იმდენი მქონდა ნავარჯიშები და იმ დონეზე ვიყავი სპორტულ რეჟიმში რომ აი მაგანაც მომადუნა ოდნავ რა რომ ვერ შევაფასე ისე სათანადოდ რა ხო ეს იყო ანუ ეგეც იყო. ესე იგი ორი თემა გვაქვს ჩვენ მომდევნო ოლიმპიადისთვის. ორი ძირითადი, ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი და აუცილებლად უნდა ისწავლოს თითოეულმა ადამიანმა და სპორტსმენმა მეტოქის დაფასება. კი. სწორად გავიგე. კი ბატონო. ამის პირობასაც დებ. რა თქმა უნდა. კაი, და ძალიან სასიამოვნოა შენთან საუბარი, იმიტომ რომ მომყვები ყველაფერში და კარგია, როდესაც მე ძალიან მიყვარს, როდესაც ინტერვიუს პროცესში რესპონდენტი მომყვება, იმიტომ რომ სულ ვამბობ, რომ დღეს გიორგი სარდალაშვილი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ძიუდოისტი, რომელიც გადის ტატამიზე, თავის ღირსებას იცავს, ოქროს იგებს. თქვენს მიერ წარმოთქმული ფრაზები, ბევრი დამწყები ძიუდოისტის, რომელიც ახლა გვიყურებს ჩვენ, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ხო მართალია? კარგი. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, რომელიც მე და შენ ჩავწერეთ, მე კითხე შენ, რომ ოლიმპიადის წინ იყო, რას გააკეთებს გიორგი სარდალაშვილი იმისათვის, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს მეთქი და იგივე კითხვით უნდა წავიდე დღევანდელი ინტერვიუს ბოლოსკენაც. რას გააკეთებს სარდალაშვილი იმისათვის, რომ ლოს-ანჯელესი მოიგოს? ყველაფერს გავაკეთებ და მოუწურავ ამ დარჩენილი 3 წელს ყველა მხრივ ვარჯიშის მხრივ ფსიქოლოგიური ნაწილიდან რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. კარგი და იცი რა მინდა კითხო რახან ჩვენ პატარა ძიუდოისტები ვახსენეთ. შენს თითოეული თქვენგანი ხო იწყებს ყველაფერს ნოლიდან, თავიდან ვერ გახვალ და ვერც სოფლიოს ვერ მოიგებ, ვერც ევროპას, ვერც ოლიმპიურ თამაშებს. მე მინდა კითხო შენ მაგალითად ახლა ვინც თვალს გადევნებს, ვინც უბრალოდ დარბაზში რო შედიხარ ან გესაუბრება, გესალმება, ფოტოს იღებს, არ ვიცი, რას ეტყოდი მათ, რა უნდა ქნან მათ, რომ რა უნდა გააკეთონ მათ იმისათვის, რომ გახდნენ ისეთივე წარმატებულები, როგორც ხარ შენ. კი, ჩემ დროს სხვანაირად იყო, ახლა არის ყველაფერი იდეალურად და ძალიან განვითარდა თვითონ ძიუდო და ყველა სპორტი საქართველოში და უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება, რომ დაუჯერონ მწვრთნელებს და მშობლებს. მეტი არაფერი არ სჭირდებათ და იშრომონ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ყველაფერი არის განვითარებული და დღეს ძალიან მაგარი სიტუაციაა სპორტში რა. ძალიან დიდი მადლობა. ზუსტად ეს მინდოდა, რომ ამაზე მინდოდა, რომ ხაზი გაგესვა, რომ იშრომონ ძალიან ბევრი, იმიტომ რომ უშრომელად არც ძიუდოში და არც აბსოლუტურად არც ერთ მიმართულებაში წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია და მე მინდა ბოლოს კითხო რაღაც და ამით დავამთავრო შენთან საუბარი. უпростоრ შენ დაასრულო ჩემი დაწყებული. ვინ არის გიორგი სარდალაშვილი? გიორგი სარდალაშვილი არის ქართველი პირველ რიგში, რომელსაც ახსოვს მის წინაპრები და ახსოვს რას აკეთებდნენ ქართველები ომის დროს და ეს ყველაფერი არ მაძლევს იმის უფლებას რომ მოვდუნდე ხოლმე რა. ძალიან დიდი მადლობა შენ, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ და მადლობა შენ მშობლებს და შენ ოჯახს, რომ
ასეთი ადამიანი ხარ, პირველ რიგში ჯერ ადამიანი და მერე ძიუდოის და წარმატებას გისურვებ და აქვე უნდა ავიღო შენთან პირობა, ჯერ კი არის დიდი დრო იქამდე, მაგრამ ლოს-ანჯელესის მერე მოხვალ და ლოს-ანჯელესის ოლიმპიური ოქროს მედლით მოხვალ და ინტერვიუს შევთანხმდით? შევთანხმდით. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები. მადლობა. გიორგი სარდალაშვილი, ადამიანი, რომელიც ძალიან პატარა ასაკში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, გახდა ევროპის ჩემპიონი და ძალიან მალე აუცილებლად გახდება ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული. მე ვფიქრობ, საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა ადამიანთან, რომელმაც ისტორია რეალურად უკვე დაწერა და მადლობა მას. ამისთვის და მადლობა თქვენ, რომ იყავით ამ შაბათ საღამოს ჩვენთან ერთად. გემშვიდობები ტრადიციულად ერთი კვირით, ერთ კვირაში ტრადიციულად რუსთავი 2-ის ეთერში ტრადიციულად ღამე, შაბათ შევხვდებით ერთმანეთს და შევეცდებით საინტერესო ინტერვიუ შემოგთავაზოთ, რასაკვირველია საინტერესო სტუმართან ერთად. მადლობა და კარგად ბრძანდებოდეთ. შაბათს 23 საათსა და 30 წუთზე. ფაქტი ერთია, რომ კახა ცხადაძეზე საუბრობდნენ, რომ იყო ერის მოღალატე. კონტრაქტი უნდა გამოიფორმებინა სპარტაკში და ამოვიდა ეს, რომ აი როგორ გააბედა, როგორ გააკეთა, ქვეყანა გაყიდა და რაღაცეები მიტინგები ჩემს ახლა. არავის ეგონა, რომ საქართველოს საერთოდ არსებობდა ეგეთ, რომ არ მოგაშორა. ხო, ну, რა ვიცი, რუსო და მაინც პირველი 2 წელი იყო ფანტასტიკური, შემდეგ პირველი დიდი ტრაუმა და იქიდან წავიდა უკვე დაღმასვლა. ჯვარედინა გვერდით იოგები გამეწა და მენისკი ერთად. დავბრუნდი და საშინელება მოხდა. ხოცა ხმა იყო ესეთი, აი ესეთი, რომ გადატეხავ რაღაცას და ხო? რომ დავიხედე აი ეს მუხლის მოგელის ისეთი ორმო იყო. კვირის თავი შუაში გასკადა რა. რა იყო თითოეული თქვენგანისთვის მაშინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური? აი ენთუზიაზმის გარდა არაფერი არ იყო. გერმანიასთან თამაში ნახეთ, გერბი არა ჩვენ ფორმას. არც მწვენია რო თქვა და ვაღიარო, ჩვენ ამაყები ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ პირველი მერცხლები, რომლებმაც ევროპაში გაიტანეს ქართული ბერძნები. ჩემპიონები რუსთავი 2-ზე.